Tercia comunicatori, ჩვენ დაჩი შემოგვიერთდა ჩვენი სპეც რეპორტიორი კაცი ლეგენდა მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. დაჩიმ გადაწყვიტა გარკვეული ინოვაცია შეეტანა თავის რუბრიკაში და მე როგორც ვიცი გარკვეული სიახლეები გაქვს და გისმენთ. აბა რას გვთავაზობ და რას გვთავაზობ მაყურებელს. მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩემ რუბრიკაში რაღაც განახლებები მოხდა. ეს განახლებები კონკრეტულად არის ორი მიმართულება. ერთი არის თბილისური ლეგენდები, მოკლედ ვიტყვი რა ხდება ამ ქვეგანხრაში რუბრიკის, რომელიმე ადამიანთან ერთად, მეცნიერთან, მწერალთან მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, ვისაც აქვს ჩემთვის მოსაყოლი რამე თბილისური ლეგენდა და რაიმე ადგილი, ლოკაცია საჩვენებელი, მივყვები ამ ადამიანს, ვიკვლევთ ამ ლოკაციას და ის მიყვება თუ რა იცის მის შესახებ და შეიძლება თვითონაც ყოფილა რაღაცის მონაწილე. სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, შეიძლება ესე ითქვას დღეს. თბილისურ ლეგენდებში ჩემთან სტუმრად არის ერეკლე შონია, ცნობილი ანომალურ მოვლენათა მკვლევარი, ვინც არ იცნობს, აუცილებლად გაიცნობენ. მეორე მიმართულებაზეც ვიტყვი, რომელზეც დღეს არ გავაშუქებ, თუმცა ძალიან მალე გვექნება. ეს არის ჯგუფის პორტრეტი, ესე დავარქვი. ძირითადად ალბათ უფრო იქნება მუსიკალურ ჯგუფებზე. მათთან ერთად გავატარებ ერთ ან ორ დღეს. რამდენიმე მაგალითი ამისი ვნახე. Young Georgia Lolitazisdan გამომდინარე, კი, აქედან მომივიდა უფრო ეს იდეა, იმიტომ რომ ანუ საჭიროა რომ ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ჯგუფებთან და მხოლოდ კონცერტებით არ შემოვიფარგლოთ, ანუ საინტერესოა თუ როგორ ცხოვრობს ჯგუფი, როგორ ერთობიან, როგორ წერენ მუსიკას და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა დაუბრუნდეთ ისე თბილისურ ლეგენდებს. ჩემს ძალიან სასიხარულოა რომ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, იმიტომ რომ ჩემს ძალიან საინტერესო თემაა. დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც. ამიტომ დიდხანს აღარ გავაგრძელოთ. ვნახოთ ახლა ვიდეო მასალა და შემდეგ დაუბრუნდეთ. და გავაგრძელოთ. თხოვთ ჩართოთ პირი. მოგესალმებით თბილისიდან, თბილისური ლეგენდების მოსაყოლად. დღეს ჩემი სტუმარი არის ერეკლე შონია. ბევრი თქვენგანი მას ალბათ კარგად იცნობს, ხოლო ვინც არ იცნობს, გავიცნოთ. მე ვარ ანომალური მოვლენების კვლევარი საქართველოში, ვაგრძელებ მაგ ჩემს საქმეს, რომელიც ასევე იკვლევდა ანომალურ მოვლენებს. ერთ-ერთი თემა, რომელიც ამ ანომალური მოვლენების შესწავლის საქმეში არის, ეს არის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, სხვა ცივილიზაციები, კონტაქტები რაღაც არამიწიერ არსებებთან და ეს მთელი ისტორიები 80-იანი წლების ბოლოს შემოვიდა რამდენიმე შეტყობინება. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ცხოვრობს ახლო-ახლო, ანუ ბახრიონის მიდამოებში. აქ იყო ბაღები კომუნისტების დროს და მე მათ მერეც და გამოსული იყო შეშის შესაგროვებლად. უკვე დაახლოებით ამ ადგილიდან მან დაინახა, რომ რაღაც განათებები ხამის დღეს ოდნავ სტაანათებდა. მან დაინახა ხომალდი, რომელიც იდგა ამ ადგილზე. მოხდა კონტაქტი არამიწიერ არსებებთან. გასაუბრება. ამას დაემთხვა ის მომენტი, რომ რამდენიმე ოჯახში დაიწყო რაღაც კონტაქტი არამიწიერ არსებებთან, ესე თქვა, დავარქვათ. და ერთ-ერთ ოჯახში, სადაც განვითარდა კონტაქტი, დასახდა უცხო პლანეტელი დავარქვათ. დაამყარა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, წერილობითი, ვიზუალური, ვერბალური. დავიწყეთ გამოკითხვა უკვე რომ დაიწყო კვლევა, მამამ დაიწყო ეს კვლევა და გამოკითხვა, რომ თუ არის შესაძლებელი პროგნოზირება ხომალდის დაждდომის. იმიტომ რომ უფოლოგიაში, ანომალური მოვლენების კვლევაში ძალიან რთული მომენტია პროგნოზირება, თუ როდის მოხდება მსგავსი ამბავი და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა, იმიტომ რომ ეს ჩვენი სულზე არ არის დამოკიდებული. და ხდება ეს, რომ ეს არსება მეგობარი იმ ოჯახის დავარქვათ, უცხო პლანეტელი, ამბობს, რომ ამ დღეს მოხდება დაждდომა ხომალდის. ამ დღეს დაკავშირებით, როცა უნდა დამჯდარიყო ხომალდი, მოვიფიქრეთ ესეთი ექსპერიმენტი. ნაწილი ესე იგი ჯგუფის, რომელიც ფოტოაპარატით იღებდა, ანლაგდა ნუცუბიძის არეში, ნუცუბიძედან იღებდა ამ მიმართულებას. და მანამდე ჩავატარეთ სამუშაო, ავიღეთ ფოტომასალა გამომჟღავნებელი
ეს იყო მაშინ ფოტოფირები ჩვეულებრივი და გავახვიეთ შუქ გაუმტარ ქაღალდში და ამ ადგილზე სადაც უკვე ვიცოდით საჯდებოდა ხომალდი წინა კონტაქტებიდან ავიღეთ და ჩავმარხეთ მიწაში რაღაც ესეთი დისტანციის დასვით და მათ შორის ნაწილი ფოტომასალის ჩავმარხეთ ტყისკენ იქითკენ სადაც არ არის ზემოქმედება იმ ველის რომელიც ამ ადგილს ახასიათებს გვეუბნება ის ოჯახის წევრი რომელიც ფაშისტთანაც იყო კონტაქტი გოგონა რომ ჩემ მეგობარმა თქვა ამოწყობანებმა რომ მოხდა დაჟინა ხომალდის მეორე დღეს უკვე ამოვედით ამოვთხარეთ ეს ფოტომასალა და ორივე მასალა ერთად გავამჟღავნეთ ეს გადაღებული ნუცუბიძეზე აქეთა მიმართულება და აქ უკვე მიწიდან ამოღებული ეს მასალები და შედეგები იყო ესეთი როცა გამჟღავნდა მასალა ნუცუბიძის ფერდიდან გადაღებული აქ არის ნანახი და უფრო გადაღებული აღბეჭდილი გარკვეული ნათებები იყო 1-2 სურათი სადაც იყო თვითონ სახე ახლოსული რაღაცა მოიტანა ობიექტივთან და უეთრი გამოხატულებით ცხვირის და თვალის ერთი მხარის და ამის გარდა უკვე მასალას რომელსაც ჩვენ აქ უტარებდით ესე თქვა ტესტს ამ მასალაზე აღმოჩნდა ის რომ ფირი მთლიანად კი არ იყო დასხივებული როგორც შეიძლება ყოფილიყო დასხივებული ფირი ჩვეულებრივი და ამოღებლის სანამედ მილიმეტრის ზომის პატარა წვრილი ნაწილაკებით იყო დასხივებული ესეთ პატარა წინწყლებით ანუ მოხდა რეალური დაჟურმა ხომალდის აი ესეთი ამბები ხდება თბილისურ ლეგენდებში. ეს არის ნაწილობრივ დადასტურებული ლეგენდა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნებისმიერ ლეგენდასა თუ მითში არსებობს სიმართლის მარცვალი, სწორედ აი ამ სიმართლის მარცვალს მიყვებოდით ამ შემთხვევაში. კიდევ რამოდენიმე ისტორია მომიყვა ერეკლემ, რომელსაც შემდგომ შევთავაზებ მაყურებელს, თუმცა გვეყოლება ასევე სხვა სტუმრებიც ამ რუბრიკაში. ერთი რამე აუცილებლად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენ თუ გადაგხდენიათ რამე პარანორმალური თავს. დაჩი პირდაპირ კონტაქტი ნამდვილად არ მქონია, ნამდვილად, მაგრამ სულ მგონია რომ აი ესეთი ვერად მასშტაბურია კოსმოსი, რომ ესეთი ვახო სადღაც არსებობს. აი ეს მე ვხედა უკვე და მაყურებელიც. აი სადღაც ძალიან შორს, აი როგორ წარმოიდგენ იმ შორს, აი ესეთი ვახტანგი არსებობს ხვიჩია, ვარად. სასიამოვნო იქნება თუ გვესტუმრები. უნდა მჯეროდეს ყოველ შემთხვევაში, რომ აი ესეთი მარტოები არა ვართ. მარტოები ნამდვილად არ ვართ. ამიტომ მოვუწოდებ ტელემაყურებელს მოგწერონ ჩვენს Facebook გვერდზე. რა ისტორია აინტერესებთ, თუ აქვთ საკუთარ თავს თუ რაიმე გადახდენიათ, თუ აქვთ ადგილები, სადაც ფიქრობენ რომ რაიმე ხდება, მე აუცილებლად წავალიქ, რომელიმე კი, ნამდვილად ვინმესთან ერთად აუცილებლად გამოჩნდება ეს ადამიანი. პარანორმალური მოვლენა ხო შეიძლება იყოს. მაინც და მაინც, ანუ ძირითადად ეს არის თბილისური ლეგენდა, შესაბამისად რაიმე ლეგენდა უნდა არსებობდეს. სად ვარ ასევე ექსპერიმენტებისთვისაც, რომ დავრჩე რაიმე ლოკაციაზე, სადაც ანუ არსებობს ეგეთ სახლი ნომერი 6, ბევრისთვის ცნობილი. მაქვს იმის მონდომებაც რომ დავრჩე ამ ლოკაციაზე ღამე ჩავატარო ერთგვარი ექსპერიმენტი და აუცილებლად შევთავაზო მაყურებელს შემდგომ გადაღებული დამუშავება. ესეც თბილისური ლეგენდა. დიდი მადლობა, საინტერესო წამოწყებაა და დაგელოდებით და შემდეგ რუბრიკას ზომოუთმელად. დიდი მადლობა გაჩი, ჩვენ დავემშვიდობებით მსმენელს და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ამით ჩვენ საერთო დრო იწურება, გიტო ცოცხალ კომპოზიცია, ეს არის Digital Twins ახალ წელს, ასე ქვია სიმღერას, თქვენ უყურებდით კომუნიკატორს ნახვამდის. ნახვამდის. მემშვიდობებით.